მოგესალმებით მეგობრებო. მე და ბელა. აი ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი ახლა. პატარა პრობლემა აქვს. არ ვიცი რა და მგონი რაღაც ინფექციის ნიშნები აქვს და ამას აქში ესეთი ინფექცია ბელას არ უნდა ქონდეს წესით. და ეხლა სასწრაფოდ მივდივართ კლინიკაში. აუცილებლად გააგებინებთ როგორ იქნება სიტუაცია. აბადროებით შემოკარგებ. მეგობრებო, მოკლედ ველოდებით ქირურგს აუხსენი რაც ჭირს რა ქონდა რა ქვია სიმპტომები ქონდა და ქირურგმა უნდა შეამოწმოს. მოკლედ დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. მოკლედ გამოვედით მეგობრებო. მე და ბელა. აი მე ისე ვინერვიული გეფიცები, არ ვიცი რა. აი ასე არ მინერვიულია, კაი ხანი, ოღონდ მართლა. მოკლედ არაფერი არ ჭირს. მე როგორც ყოველთვის ემოციური ადამიანი, ძალიან ემოციურად მივიღე, რომ ბელა არის ჩემთვის, რა ვიცი. ძალიან ძვირფასი რა, ყველაფერია ჩემთვის. ხო და მოკლედ არაფერი არ არის საშიში რა. დაკონკრეტება არ მინდა, ეხა გოგო არის და რაღაც პატარა გოგოს ამბები ქონდა რა. ხო და მოკლედ ყველაფერი კარგად არის. ბელა, კარგად ხარ ხო მამა? ხო. ხო შემოსიხარულო. აბა მოკლედ მინდა და რომ გცოდნოდათ ბელას ეს სიტუაცია. აბა დროებით. კარგად ვართ.